რაც ცვლილებებს მოგიტანთ ცხოვრებაში, თქვენი ჩადებული შრომა და ენერგია, რასაც ახლა ამ ეტაპს გაკეთებთ და რაც აქამდე გაკეთებიათ. ენერგობალანსისთვის არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება, კომენტარში გამიზიარეთ თქვენი მოსაზრება, რაზეც ახლა ვისაუბრებ ამ საკითხზე. ეხლა ვნახავ რა ენერგიებში ხართ და ვნახოთ რა ცვლილებებს მოგიტანთ. ეხლანდელი ენერგიები. ეხლა ცოტა დაძაბულ ენერგიებში გხედავთ, შესაძლებელია ბევრ სიბრძვით, ბევრ შრომობთ, კონფლიქტური ვითარებები გაქვთ, თითქოს გარშემოც არ არიან სანდო ადამიანები, შეიძლება ირგვლივ ბევრი მოღალატე, მათ უარა პიროვნება გახვევიათ, არ არის აუცილებელია მხოლოდ სასწავლო პარტნიორი იყოს, შეიძლება უბრალოდ იმ საქმეში, სადაც ხართ, იქაც დიდი კონკურენცია იყოს და არ იყოს ჯანსაღი სიტუაციები, ნებისმიერ სიტუაციაში, სადაც ხართ, გხედავთ, რომ პრობლემურია, ბევრ ტყუილს ვხედავ ძალიან და ბევრ ინტრიგებს და манипуляციებს, რა შეიძლება ჭორებიც იყოს აქ და თითქოს თქვენ თავს იცავთ ერიდებით და არ გინდათ რომ ეს სიტუაციები რამენაირად ახლოს მოუშვათ, მაგრამ მაინც ახდენს გარკვეულ სახის ზეგავლენას. თუმცა ესეთი გიჭირავთ დისტანცია და შორდა თქვენს წერტილში დგახართ და სიმყარეში და სიმართლის ადგილში, მაგრამ ირგვლივ ძალიან ბევრი არასანდო სიტუაცია და ბევრი ინტრიგები და ტოქსიკური გარემოა. ნახოთ ახლა რას მოგიტანთ, აბა მომავალში რა ცვლილებები გელოდებათ. ცვლილებები გექნებათ, მაგრამ იმისთვის რომ ცვლილებები მოხდეს, ხედავ რომ მოგიწევთ რაღაცებზე დათმობა, მსხვერპლზე წასვლა, გარკვეული პერიოდი შესაძლებელია იყოთ ხელფეხშეკვდ მდგომარეობაში და იფიქროთ, რომ გამოსავალი არ არის და ესე როდემდე უნდა ვიტანჯო, კიდევ რამდენი ხანი უნდა ვითმინო, როდემდე, ანუ ეს გაძლების მომენტი რო გაქვთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბევრი დიდი ხანი აღარ დარჩა, რაც ეს თქვენი ტანჯვისთვის და მალევე დასრულდება და ხედავ რომ აქ რაღაცა საკითხები, რომელიც ახლა პრობლემურია და აი ახლა რაღაცა რთული ვითარებაში ხართ, თქვენ სასიკეთო, თქვენი გამარჯვებით უნდა დასრულდეს. აი თითქოს და წერტილს რო დასვათ და რო თქვით, რომ მე ეს შევძელი და აი ბოლო ეს ყველაფერს ნათელი და ცხადი მოეფინება თქვენს ცხოვრებაში. ახალ გზებზე გხედავთ, ახალ ენერგიებში გხედავთ. აი ეს გამოხვალთ ამ მსხვერპლის როლიდან, ამ ტანჯვის მომენტებიდან, ამ სირთულეებიდან, განცდა რო გაქვთ, რომ ხელფეხი გაქვთ ჩეკრული და ვერაფერს რო ვერ ცვლით. ეს ყველაფერი დასრულდება და თქვენ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება. ამისთვის ისევ და ისევ საჭიროა რომ არ დანებდეთ, იყოთ მენტალურად მტკიცე და საკუთარ თავში დარწმუნებულები და გჯეროდეთ იმის, რასაც თქვენ ხედავთ და რასაც თქვენ განიცდით და გჯეროდეთ თქვენი მომავლის, გჯეროდეთ თქვენი სიმართლის. ბალანსისთვის არ დაგასვეთ ვიდეოს და ლაიქება და ჩემი გვერდის გამოწერა. მადლობა ყურადღებისთვის.